წინამდებარე ვიდეო სახელმძღვანელოში წარმოგიდგენთ კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის მომზადების და წარდგენის პროცედურას. კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსებისა და ფინანსური ხელშეწყობის განხორციელების წესისა და პირობების თანახმად, პროექტის დაფინანსების მისაღებად განცხადებელმა სამინისტროს ელექტრონულად უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია. განცხადება პროექტის დაფინანსების თაობაზე. დანართი ნომერი 1. ხელმოწერილი PDF ფორმატით. საპროექტო განაცხადი. დანართი ნომერი 2.1. ხელმოწერილი PDF ფორმატით. პროექტის ბიუჯეტი. დანართი ნომერი 2.2. პროექტის ხარჯთა რიცხვა Excel-ის ფორმატით, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ელექტრონულად Excel-ის სამუშაო ფორმით, ისე ხელმოწერილი PDF ფორმით. ფიზიკური პირის შემთხვევაში საჭიროა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო მეწარმე ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიულ პირთა რეესტრიდან. განახლებული ბოლო 1 წლის განმავლობაში, გარდა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა. განცხადებლის საბანკო რეკვიზიტები, საგადასახადო კოდი. გარდა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა. წარმომადგენლის მეშვეობით დოკუმენტაციის წარდგენისას, წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. დოკუმენტების ხელმოწერა ხორციელდება როგორც ელექტრონულად, ასევე ეგრეთ წოდებული სველი ხელმოწერით. ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. უცხოენოვანი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი. გავეცნოთ თითოეულ დანართს. დანართი ნომერი 1. ეს არის განცხადება პროექტის დაფინანსების თაობაზე, რომელშიც შესაბამისი ველების შევსებით მიეთითება პერსონალური მონაცემები განცხადებლის შესახებ. განცხადებელი, პირადი ნომერი, მისამართი და ასე შემდეგ. ასევე შინაარსობრივი ხასიათის ინფორმაცია პროექტის თაობაზე. კერძოდ, პროექტის სახელწოდება, სამინისტროდან მოთხოვნილი თანხის ოდენობა, ინფორმაცია წინსწრებად მოთხოვნილ თანხასთან დაკავშირებით, 25%-ის ან ნაკლების მოთხოვნის შემთხვევაში, 25-დან 100%-მდე მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთებით. დანართი ნომერი 2.1. საპროექტო განაცხადი. ამ დანართში განცხადებელი ავსებს პროექტის ზოგად საინფორმაციო ნაწილს. პუნქტი ნომერი 1. ინფორმაცია პროექტის შესახებ და პუნქტი ნომერი 2. ინფორმაცია განცხადებლის შესახებ. აუცილებლად მოსანიშნია თანადაფინანსების გრაფა პუნქტი ნომერი 3. ასეთის არსებობის შემთხვევაში. ამას გარდა, განცხადებელმა ზოგად საინფორმაციო ნაწილთან ერთად უნდა ასახოს ინფორმაცია შემდეგი პუნქტების შესახებ. პუნქტი ნომერი 4. პროექტის ღონისძიების ჯამური ბიუჯეტი, სამინისტროდან მოთხოვნილი თანხა, თვით დაფინანსება და თანადაფინანსება, ასეთის არსებობის შემთხვევაში. პუნქტი ნომერი 5. პროექტის ღონისძიების აღწერა, სადაც მკაფიოდ და ნათლად იქნება ჩამოყალიბებული პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების აღწერა. პუნქტი ნომერი 6. პროექტის ღონისძიების შეფასების კრიტერიუმები. პუნქტი ნომერი 7. შესაბამისი პროექტების ღონისძიებების განხორციელების გამოცდილება, სადაც მითითებული უნდა იყოს წარმომდგენი ფიზიკური თუ იურიდიული პირის გამოცდილება. პუნქტი ნომერი 8. პროექტის განხორციელების ეტაპები, რომელიც აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს პროექტის განხორციელების ვადებს, განცხადების ჩაბარების თარიღი. დანართი ნომერი 2.2. აღნიშნული დანართით განცხადებელი წარმოადგენს პროექტის ბიუჯეტს, დეტალურ ხარჯთა რიცხვას, როგორც Microsoft Excel-ის ფორმატში ელექტრონულად, ასევე PDF ფორმატში ხელმოწერილს. იურიდიული პირებისთვის აუცილებელია ციფრული ხელმოწერა. აღნიშნულ დანართში შეგვაქვს განცხადებლის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი და პროექტის ღონისძიების სახელწოდება. ქვემოთ ვხედავთ შემდეგ სვეტებს: დასახელება, საზომი ერთეული, რაოდენობა, ერთეულის ფასი, საქართველოს კულტურის სამინისტროდან მოთხოვნილი თანხა, თვით დაფინანსება, დაფინანსება სხვა წყაროდან. თავის მხრივ, დასახელების სვეტი მოიცავს შემდეგ მონაცემებს: შრომის ანაზღაურება, მონაწილეთა ჰონორარები, სატრანსპორტო ხარჯები, ცხოვრების ხარჯი, იჯარა, საექსპოზიციო ხარჯი, ბეჭვდის ხარჯი, სხვა მომსახურების ხარჯი,
განცხადებელმა დეტალურად უნდა შეავსოს აღნიშნული ველები. პროექტის ღონისძიების ხარჯთა რიცხვ დანართი ნომერი 22. წარმოდგენილ უნდა იქნეს ლარში. აღნიშნული გრაფები შესაძლებელია შეივსოს საჭიროებიდან გამომდინარე და მითითებული თანხები უნდა შეიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გადასახადებს. საკვანძო მითითებები. სამინისტროს მიერ არ ანაზღაურდება ის ხარჯები, რომელიც გაწეულია პროექტის დაწყების თარიღამდე. პროექტის სახელწოდება და ბიუჯეტი უნდა იყოს იდენტური ყველა დანართში. დანართები ნომერი 1, ნომერი 21, ნომერი 22. პროექტის განსახილველად აუცილებელია დანართების ნომერი 1, ნომერი 21 და ნომერი 22 ხელმოწერით დამოწმებულ ვარიანტთან ერთად სამინისტროში წარმოდგენილ იქნეს დეტალური ბიუჯეტის დანართის ნომერი 22 სამუშაო ვერსია Excel-ის ფორმატში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ იურიდიულმა პირებმა საბანკო რეკვიზიტთან და სავალდებულო დანართებთან ერთად სამინისტროში უნდა წარმოადგინონ უკანასკნელი 1 წლის მანძილზე განახლებული ამონაწერის საჯარო რეესტრიდან. პროექტის შინაარსობრივი ან და ბიუჯეტის კორექტირების საჭიროების შემთხვევაში სამინისტრო იტოვებს უფლებას მოსთხოვოს განცხადებელს ამა თუ იმ საკითხის დაზუსტება შესაბამისი დანართის მეშვეობით. დანართი ნომერი 3. აღნიშნულ დანართში განცხადებელმა უნდა შეიტანოს განაცხადის რეგისტრაციის ნომერი. მეორე, განცხადებლის პირადი მონაცემები. იმის შესაბამისად განცხადებელი ფიზიკური პირია თუ იურიდიული პირი. პროექტთან, ღონისძიებასთან დაკავშირებული საკონტაქტო პირის ნომერი. მესამე, დასაზუსტებელი საკითხის მოკლე აღწერა და მეოთხე, განაცხადის ჩაბარების თარიღი. ბიუჯეტის დაზუსტების საჭიროების შემთხვევაში განცხადებელი ვალდებულია აღნიშნულ დანართთან ერთად ხელახლა წარმოადგინოს პროექტის კორექტირებული დეტალური ბიუჯეტი. დანართი ნომერი 22. გისურვებთ წარმატებას.